მოგესალმებით, მე ვარ ნაილი ხითარიშვილი, ქალაქ ახალციხის ნომერ 2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი პედაგოგი. ახალციხის 2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნაილი ხითარიშვილი აბსოლუტურად სრულად აკმაყოფილებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარსადგენი კანდიდატის კრიტერიუმებს. სწორედ ამიტომ შეარჩია იგი სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარსადგენ კანდიდატად. იგი წარმატებით ართმევს თავს განათლების თანამედროვე გამოწვევებს და ასევე ნერგავს სასწავლო პროცესში ინოვაციურ მეთოდებს. იგი ახდენს ტექნოლოგიების და ციფრული რესურსების სრულ ინტეგრაციას საგაკვეთილო პროცესში. მისი პედაგოგიური საქმიანობა ძირითადად დაფუძნებულია პროექტებით სწავლებაზე და მისი მხრიდან გაჩერებული საკმაოდ კრეატიული იდეები ხელს უწყობს შემდგომ მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას, ასევე მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ნაილი ხითარიშვილი მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე, იგი ხშირად ესწრება და მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო კონფერენციებში, ტრენინგებში, სემინარებში, შემდგომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უზიარებს კოლეგებს, რაც ასევე ხელს უწყობს სკოლაში მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას სკოლის ბაზაზე. ნაილი ხითარიშვილი არის კარგი მაგალითი იმის თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი თავისი პროფესიონალიზმით და ეთიკით. ვფიქრობ, რომ ნაილის მსგავსი პედაგოგები აძლიერებენ დღეს განათლების სისტემას და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მისი როგორც პედაგოგის უნიკალურობას და ღირებულებას მეორე სკოლისთვის. მინდა მოსურვო მეორე სკოლის კანდიდატს უდიდესი წარმატება. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო გამხდარიყავი დაწყებითი კლასების მასწავლებელი. უკვე 25 წელია რაც ამ პროფესიის ერთგული ვარ. ჩემთვის მასწავლებლობა მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის. ეს არის გზის გაკვალვა მომავალი თაობისთვის. ყოველდღიურად მათთან ერთად ვიზრდები, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს ვითვალისწინებ მოსწავლეების ინტერესებს, მისწრაფებებსა და საჭიროებებს, რათა მოსწავლეზე ორიენტირებული და საინტერესო გაკვეთილები გამომივიდეს. ვახდენ სწავლების დიფერენცირებას ისე, რომ სხვადასხვა ინტერესების და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებმა შეძლონ წარმატების მიღწევა და თამდების სიამოვნების მიღება. ვატარებ რემედიაციის გაკვეთილებს და ისეთ საკლასო აქტივობებს, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლობას, დისკუსიას და მოსწავლეების ინტერაქციას. მაქვს ხშირი კომუნიკაცია მშობლებთან, სოციალურ მუშაკთან და მანდატურებთან. მათთან ერთად ვატარებ და ვგეგმავ საინტერესო აქტივობებს. გამოვყოფ მამების ჩართულობას კლასის საათზე. მამები უკითხავენ საყვარელ წიგნებს მოსწავლეებს. ასევე ჩემს მოსწავლეებს ვრთავ სხვადასხვა პროექტებში, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარების ჩამოყალიბებას. თანამშრომლობ ასოციაცია ბიოსთან, ჩავერთეთ პროექტში პირველ ნაბიჯში, შევუერთდით ტყის საერთაშორისო დღეს, დავდგეთ ქოთნებში ბარაქის ხეები, საკლასო ოთახში უვლიდნენ და აკვირდებოდნენ მცენარის ზრდა განვითარებას. პროექტში ჩართული მოსწავლეები და სკოლა დაჯილდოვდნენ მადლობის სერტიფიკატებით. გეგმავ სასწავლო პროცესს ჩემი მოსწავლეებისა და კლასის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით. ვიწყებ გაკვეთილს მაპროვოცირებელი და ინტერესების ამორჩეული შეკითხვებით, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს ახალი საკითხით აუკავშირონ წინარე ცოდნას. გავითვალისწინე მოსწავლეების წინარე ცოდნა, უნარები და ინტერესები სასწავლო მიზნების შემუშავების დროს და ბიოლოგიის პედაგოგთან ერთად ჩავატარეთ შეხვედრები. სურსათი და მისი უსაფრთხოება, სადაც მოსწავლეები გაეცნენ სურსათის უვნებლობას და სრულფასოვან კრებას. ვიყენებ ტექნოლოგიებს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობისა და პრობლემების მოგვარების მიზნით. მოსწავლეებთან ერთად ვქმნით საგანმანათლებლო რესურსებს, ნარჩენებისაგან, რაც მოსწავლეებს მრავალმხრივი და მაღალი დონის აზროვნების უნარებს უვითარებს. ჩემი მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა სახის კვლევით აქტივობებში, რომლებიც უკავშირდება რეალურ სიტუაციებს.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დაგეგმილ აქტივობებში მივიღეთ მონაწილეობა. ახალისებ მოსწავლეებს წარმოადგინონ საკუთარი მიგნებები და დაიცვან საკუთარი მოსაზრებები. ეხმარები მოსწავლეებს დაგეგმვის აზროვნების და თვითშეფასების უნარების განვითარებაში, რათა შეძლონ მოცემული დავალების მოთხოვნების გაანალიზება და შესრულება. შესაბამისად ჩავერთეთ ფინედუს პროექტში მათემატიკის მასწავლებელთან ერთად. მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა. ლარი 30 წლისაა. ჩემს მოსწავლეებს ვაძლევ შესაძლებლობას იმოქმედონ საკუთარი ინტერესების მიხედვით, გააკეთონ არჩევანი, გამოხატონ საკუთარი მიზნები, ღირებულებები და ოცნებები. შევხვდით არაერთ საბავშვო მწერალს, ლელა ცუცქირიძეს, ვასო გულეულს, ფიქრია ჩხიტუნიძეს, ციური ასპანიძე მესხიშვილს. შემდეგ მოსწავლეებმა თავადად შექმნეს ნაშრომები. როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა დავგეგმეთ და ჩავატარე კათედრის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული. მოსწავლეებმა გააცოცხლეს იაკობი და ილია, სიტყვით, სცენით, შემოქმედებით და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაც კი. ამ კვირეულში მშობლები ჩაერთნენ აქტიურად. მოვაწყვეთ ექსკურსია ვარიანში, სადაც ჩავატარეთ ღონისძიება. მოსწავლეებმა ასევე მისწერეს მადლიერების წერილები იაკობს. სიყვარულით დაწერილი წერილები გადავეცით იაკობის მუზეუმს, როგორც მადლობა მას, ვინც გვასწავლა სიყვარული ენის, წიგნისა და სამშობლოს მიმართ. ეს კვირეული იყო მეტი ვიდრე პროექტი. ეს იყო ხიდი წარსულსა და მომავალს შორის და სწორედ ასეთ ხიდებზე მინდა რომ ბავშვებმა იარონ დაჯერებულებმა საკუთარ ძალაში, კულტურაში და მომავალში. დარწმუნებული ვარ, როდესაც კლასში შევსულ ვარ, დაგვხვედრია მომღიმარი მასწავლებელი. ჩემს შემთხვევაში ეს ქალბატონი ნაილი ხითარიშვილი აღმოჩნდა. მან შეძლო და შემაყვარა ეს პროფესია ისე, რომ დღეს მე პედაგოგიკას ვსწავლობ. ზუსტად ის იყო ჩემი ინსპირაციის წყარო, რომ გავყოლოდი პედაგოგიკას და მქონოდა საშუალება აღმეზარდა უამრავი თაობა, როგორც ამას ქალბატონი ნაილი აკეთებს. ქალბატონი ნაილი არაერთხელ იყო ჩვენი ორგანიზაციის მონაწილე, მომხსენებელი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში, რომელიც იმართებოდა კი კონსალტინგის, გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის და ასევე ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის ფარგლებში. მისი ჩართულობით უამრავმა პედაგოგმა შეძლო რომ გაეზიარებინა ხედვა და პრაქტიკა ქალბატონი ნაილისგან და გარდა ამისა მოსწავლეებმა შეძლეს რომ ჩართულიყვნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში და მათი შესაძლებლობები უკეთ გამოევლინათ. მოგეხსენებათ, რომ სკოლისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფორმალური განათლება, არამედ არაფორმალური განათლება და დასაფასებელია, როდესაც პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართულობას არა მხოლოდ სკოლაში, არამედ სკოლის გარეთაც. მოგესალმებით, პატარა დახასიათება ნაილი მასწავლებლის შესახებ. ბევრი კარგი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ დავიწყებ იმით, რომ ძალიან უყვართ თავის მოსწავლეებს, არის ძალიან თბილი, მოსიყვარული ადამიანი, ძალიან პასუხისმგებლიანი, შრომის მოყვარე, რაც მთავარია, რაც მის ყოველ ჩატარებულ გაკვეთილზე ძალიან კარგად ჩანს. ასევე აქვს კომუნიკაციის კარგი უნარი და ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა მშობლებთან. ვფიქრობ, რომ ყველა ის ნიშან-თვისება, რაც თანამედროვე მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, ნაილი მასწავლებელს ნამდვილად აქვს და უსურვებ მას დიდ წარმატებას.